აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ხდომა ჩატარდა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის რუსლან აბაშიძის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. ასევე მოისმინეს ინფორმაცია ლევან გალუბლიშვილის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღების თაობაზე. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდიუმმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ ჩავატარეთ ახლა პრეზიდიუმის სხდომა, დავიწყეთ პროცედურა იურიდიულად გაფორმდეს ბატონი რუსლანის გადადგომა. ასევე მოვიდა თანხმობა ახალი თავმჯდომარის დანიშვნაზე, ბატონ ლევან გალუბლიშვილის დანიშვნაზე საქართველოს მთავრობამ ჩვენს მიმართვაზე, რომელიც 4 სექტემბერს გაკეთდა, უპასუხა თანხმობით და ეს ბატონ პრემიერის განკარგულებით გაფორმებულია და გუშინ მივიღეთ ეს თანხმობაც. ასე რომ წინ არის უკვე დანარჩენი პროცედურები, რომელიც უკავშირდება ახალი მთავრობის დანიშვნას.